გამარჯობა. დაპირებისამებრ დღეს უკვე საჯარო გამოსვლების შესახებ ლაივით გიბრუნდებით. ეს ტრენინგი ძალიან მიყვარს და მას რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ვაკეთებ და დღეს რა თქმა უნდა ეს არ იქნება იმდენად ინტერაქტიული, იმიტომ რომ მარტო მე ვილაპარაკებ და თქვენ შეძლებთ რომ კომენტარებში დაწეროთ თქვენი გამოცდილებები საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებით, ან კითხვები, ან სხვა ნებისმიერი რამ ამ თემასთან მიმართებაში რაც გინდათ რომ თქვათ და ან იცოდეთ. პირველ რიგში რატომ არის საჯარო გამოსვლა დღეს ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მოსახლეობა მსოფლიოში იზრდება ყოველ დღე, შესაბამისად იზრდება კონკურენცია სამსახურებზე, სასწავლო ადგილებზე და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ტექნიკური სამუშაო და ტექნიკურ სამუშაოში დანადგარები და მანქანები ანაცვლებს ადამიანს. შესაბამისად რჩება მარტო ემოციებზე და ინტელექტზე დაფუძნებული სამუშაოები, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნიჭი ვაჩვენოთ დამსაქმებელს ან პარტნიორს, პოტენციურს ან სხვადასხვა ორგანიზაციას, ვისთანაც გვინდა თანამშრომლობა, იმისთვის, რომ მათ რეალურად დაგვინახონ და ჩვენ ჩაგვრთონ იმ საკითხებში, რაშიც გვინდა რომ ვიყოთ ჩართულები და იმ საქმეებში. ის მიდგომა, საბჭოთა მიდგომა, რომ თავდახრივმა უნდა იმუშაოს რაღაც შენთვის ჩუმად და ვიღაცა აღმოგაჩენს და დაგაფასებს, დღეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ მუშაობს. აქედან გამომდინარე, საჯარო გამოსვლები გვჭირდება ყველგან. და მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. რა თქმა უნდა, საჯარო გამოსვლა ყველაზე კლასიკური გაგებით არის რაც აუდიტორიის წინ, დარბაზის წინ საუბარი, თუმცა ეს ასევე შეიძლება იყოს მაგალითად გაკვეთილის მოყოლა ან სემინარის მოყოლა, რაც დღეს ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული არის უნივერსიტეტებში და სკოლებში და კი ვამბობთ რომ ცუდია, მაგრამ ერთს რასაც კარგს ეს აკეთებს არის რომ გვაჩვევს რაღაც საჯაროდ საუბარს. ეს ასევე შეიძლება იყოს სუფრაზე თუნდაც სადღეგრძელოების თქმა, თამადობა და განსაკუთრებით როცა ნაკლებად ცნობილები არიან და ნაკლებად ვიცნობთ ყველა სუფრის ყველა წევრს. ეს ერთგვარი უნარია, იუმორის გრძნობას მოითხოვს, კრეატიულობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას და სხვა ბევრ რამეს კიდევ და გამოცდილებასაც მათ შორის. სასამართლოში წარმოდგენა, დავუშვათ ჩვენი კლიენტის ასევე საჯარო გამოსვლა, ბიზნეს გეგმის პრეზენტაცია და ფინანსების მოპოვების მიზნით, საპროტესტო აქციაზე გამოსვლა, რა თქმა უნდა, ინტერვიუს მიცემა ან ინტერვიუს ჩამორთმევა ჟურნალისტის ამპლუაში ორივე. სხვადასხვა დისკუსიებში უბრალოდ კომენტარის გაკეთება ან კითხვის დასმა უცხო ადამიანებისთვის. და კიდევ ბევრი ესეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, დებატები, რა თქმა უნდა, საკონკურსო, ასევე სხვადასხვა გამოსვლების კონკურსები, მოდელირებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანგარიშების წარმოდგენა, ლექციის და გაკვეთილის ჩატარება, შესაძლოა ახალგაზრდა ლექტორებიც ყავდნენ ამ ჯგუფში, და სხვა კიდევ ბევრი. გამოსვლას შეიძლება ჰქონდეს ბევრი მიზანი, მაგრამ რომ დავყოთ, რამდენიმეა. პირველი არის ადამიანების დარწმუნება რამეში, მაგალითად შეიძლება ასეთი იყოს სასამართლო პროცესზე გამოსვლა, როცა მოსამართლეს ვარწმუნებთ, რომ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანოს, ან დაფინანსების მოპოვების მიზნით და დამფინანსებელთა კომისიის წინაშე წარმოადგენთ პროექტს ან ბიზნეს გეგმას. ეს შეიძლება იყოს გამოცდილების გაზიარება ან შთაგონება. ასეთია ძალიან ბევრი სხვადასხვა TED Talk-ის მსგავსი, თვითონ TED Talk-იც და მისი მსგავსი სხვადასხვა პროექტები. ასევე ინფორმაციის გაზიარება უბრალოდ მიწოდება, ასეთია მაგალითად ლექცია, სემინარი, გაკვეთილი, მოხსენებების წარდგენა, კვლევების პრეზენტაცია და სხვა. როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ საჯარო გამოსვლისთვის? მომზადება შეიძლება იყოს გრძელვადიანი, ანუ ზოგადად როგორ ვიუმჟობესებთ ამ უნარებს და მოკლევადიანი, ანუ როგორ ვემზადებით კონკრეტული გამოსვლისთვის. გრძელვადიანი მომზადებისთვის აუცილებელი რომ იმ საკითხზე, რომელზეც გვინდა საუბარი, ბევრი ვიკითხოთ, ვისწავლოთ, ვისმიოთ და ასევე ვწეროთ. წერა ძალიან გვეხმარება ჩვენი აზრების სტრუქტურირებაში,
და სხვათა შორის მე რა თემებზეც დამიწერია პოსტები, ბლოგები, ძალიან გამმარტივებია შემდეგ ამ თემებზე ინტერვიუებშიც საუბარი ჟურნალისტებთან. ეს კარგად გვამზადებს და უფრო დარწმუნებულები ვხდებით ჩვენს თავში. იმიტომ რომ ადგილზე კი არ ვფიქრობთ, არამედ ნაფიქრი გვაქვს უკვე ამაზე და უბრალოდ ვიხსენებთ და არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც ძალიან დიდი ხნის წინ კონდეს რამე დაწერილი, როცა რაღაცას წერთ, ის უფრო კარგად გვამახსოვრდება და თუნდაც გადაკითხვის გარეშეც ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს გავიხსენოთ. ვუსმინოთ სხვა და სხვა გამომსვლელებს, ეს ჩამოგვიყალიბებს გემოვნებას, რა მოგწონს, რა არ მოგწონს გამოსვლებსა და გამომსვლელებში. არ არის დანაშაული და არაფერი ცუდი იმაში, თუ მაგალითად TED-ზე ძალიან ბევრი ცნობადი და ცნობილი გამომსვლელი არ მოგწონს როგორ საუბრობს. ეს ცოტა სუბიექტურია, რაღაც არის ობიექტური მიზეზებიც, თუ რატომ არ მოგწონს და ამაზეც ვისაუბრებ შემდგომში, ზოგიერთი რამ შეიძლება და ეს დაგვეხმარება ჩვენი სტილის გამომუშავებაში. და პლუს ამას იმაზე ფიქრში, რომ აი მაგალითად, როდესაც რაღაც თემაზე გვინდა საჯარო გამოსვლის მომზადება, ამ თემაზე სხვა გამომსვლელებს, როდესაც ვუსმენთ, ვიწყებთ ფიქრს, აი იმან ესე მოყვა, ჩემ ცხოვრებაში კი ეს ასე იყო. ანუ ვიწყებთ დადარებას და ვიწყებთ ჩვენს ცხოვრებაში იმ ასპექტების ძებნას, რაზეც იმ კონკრეტულმა გამომსვლელმა გააკეთა აქცენტი. ეს კითხვა და მოსმენა ასევე ძალიან გაგვიმარტივებს და გაგვიმდიდრებს სიტყვათა მარაგს და აგვაცილებს პარაზიტ სიტყვებს, როგორიც არის ესე იგი ასე ვთქვათ. ასევე ეს რასაც ამ შემთხვევაში მეც ვაკეთებ შიგადაშიგ მაინც. თუმცა უკეთესი არის, რომ ასეთი ხმის გამოცემა ჯობია რომ შევჩერდეთ, პაუზა გავაკეთოთ, სრული სიჩუმე იყოს. და ცოტა ხანი, თუნდაც 1 ან 2 წამი დავფიქრდეთ შემდეგ რა სიტყვას ვამბობთ, ვიდრე ეს და აი ამ ნოტაზე გავაგრძელოთ. რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდში მომზადებას. გავიგოთ რაც შეიძლება მეტი საჯარო გამოსვლის შესახებ, სადაც გამოვდივართ. კარგი არის, როდესაც წინასწარ ვნახავთ სივრცეს, სადაც გამოვდივართ, ან 1 დღით ადრე, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე, სანამ ლაპარაკი მოგვიწევს. გჭირდება თუ არა მომზადება თუ სპონტანურადაც შევძლებთ კითხვის და კომენტარის გაკეთებას. ხო, აქვე კიდევ ერთი, სანამ ჩვენ მსხვილ საჯარო გამოსვლაზე შევძლებთ და გავბედავთ გამოსვლას, შეგვიძლია დავიწყოთ მომზადება, პრაქტიკული მომზადება, თუნდაც მაგალითად უბრალოდ რაღაც კითხვის დასმით, სხვადასხვა ტრენინგზე, კონფერენციაზე. ასეთი მარტივი სპონტანური აქტივობებით ან მეტნაკლებად ნაცნობ წრეში რაღაც დისკუსიაში აქტიური ჩართვით. ესეც დაგვეხმარება ზოგადად, რომ საჯაროდ ვისაუბროთ და ამ შიშების მოხსნაში. ასევე მაგალითად შეიძლება თავიდან შეგვეშინდეს პირდაპირ ეთერში საუბარი და გვერჩინოს, რომ ჟურნალისტებმა სიტყვაზე წინასწარ ჩაწერონ ჩვენი ინტერვიუ და შემდეგ ამოჭრან ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. ესეც ფსიქოლოგიურად შეიძლება უფრო მარტივი იყოს. და ავხსნით თუ რატომ, თუმცა მოგვიანებით. რაც შეეხება გამოსვლისთვის მომზადებას. ვათვალიერებთ სივრცეს, როგორ იქნება განლაგებული მაყურებელი და მსმენელი. ეს მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, რომ გავიგოთ, საით გავიხედოთ ან თავი როგორ მივაბრუნოთ. გვექნება თუ არა მიკროფონი, ვიჭერთ მიკროფონს ხელში, თუ ის დამაგრებულია რაღაცაზე, იმიტომ რომ ხელში თუ ვიჭერთ, ეს გვიხსნის პრობლემას, რომ რამე ხელში გქონდეს. იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ხელში რაღაცის დაჭერა შეიძლება სტრესის მოხსნის ერთ-ერთი გზა იყოს. ეს სხვათა შორის ძალიან ისეთი ბუნებრივი და ინსტინქტური რამეა, ხო ცხოველებშიც და ისედაც მაგალითად საფრთხე, როდესაც არის, სადმე ჩამოვარდნის ან დავარდნის, ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცები დავიჭიროთ. ან ჩავებღაუჭოთ რაღაცას და ასეთ სცენაზე ზუსტად ასევე ზოგჯერ ადამიანი ცდილობს რომ ჩაებღაუჭოს თუნდაც კალამს ან ფურცელს ან რამეს ხელში. და თან ეს აარიდებს თავიდან რაღაც ჟესტების გაკეთებას, რაზეც ასევე ფიქრობს რომ ბუნებრივია, არ არის ბუნებრივი როგორია.
გაამართლებს იმას, რომ ხელები არ გამოიყენოს. ამ ხრივ სხვათა შორის ტრიბუნასთან გამოსვლაც შეიძლება უფრო მარტივი იყოს, იმიტომ რომ ჩვენი სხეული მკერდამდე არის დამალული. შეგვიძლია ვიყოთ ესე გაქვავებულები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ თან მიკროფონი მაგალითად ცოტა სხვანაირ ხმას იძლევა და სხვანაირი ჟღერადობა აქვს მიკროფონში ჩვენ ხმას და თუ პირველად ეგრევე მიკროფონს ავიღებთ ხელში მიუჩვევლად, შემოწმებლად, შესაძლოა ამანაც დაგვაბნიოს ჩვენივე ხმამ. ასევე ვსხედვართ თუ ვდგავართ საუბრის დროს, შეგვეძლება თუ არა სიარული. ეს ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ მორალურად, რომ არ ვიყოთ ისეთი შეშინებულები, ზუსტად უცნობით და განუჭვრეტლით. ასევე ვინ არიან ჩვენი მაყურებლები და მსმენელები. ეს უკვე დაგვჭირდება სიტყვის მომზადებისთვის უფრო მეტად და ასევე რამდენი იქნებიან იმისთვის, რომ ესეც არ იყოს სიურპრიზი. მაგალითად, იქნება თუ არა გადაღება, იმიტომ რომ გადაღების დროსაც კამერამ შეიძლება ჩვენი ყურადღება გაფანტოს და ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ. ან თუნდაც ფოტოგადაღების დროს შეიძლება ფლეშის ჭყვიალმა განათებამ ასევე რაღაცნაირად დაგვაბნიოს და ყურადღება გადაგვატანინოს. ან თუ გარედან შემოდის ხმაური, ეს ყველაფერი წინასწარ კარგია, რომ გავთვალოთ და ვიცოდეთ. დრო რამდენი გვაქვს სასაუბროთ, ეს შეჯიბრია თუ უბრალოდ ჩვენს მოსაზრებას წარვადგენთ. იქნება თუ არა კითხვები, იმიტომ რომ შეგვიძლია მაგალითად მთელი სათქმელი ჩვენს გამოსვლაში არ ვთქვათ და ისე მოვიტოვოთ, რომ პირიქით ხალხს კითხვები გაუჩნდეს და შემდეგ ამ კითხვებით ამოვწუროთ, იმიტომ რომ ადამიანის მოსმენის უნარი ისეთია, რომ მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით შეუძლია კონცენტრაცია ისე, რომ არ გაგვაწყვეტინოს და სხვა რამეზე არ გადაერთოს და სადღაც რაღაც მხრივ ჯობია, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში რაღაც საკითხები ამოიწუროს ხოლმე. მცირე შთამაგონებელმა პრეზენტაციამ მაგალითად შეიძლება ვერ აიტანოს PPT-დან, PowerPoint-დან კითხვა, ან ფურცლიდან კითხვა, მაშინ როდესაც სამეცნიერო მოხსენების დროს შესაძლოა ეს ნორმალური იყოს, როდესაც ბევრ ციფრს და თარიღს ან სხვადასხვა მონაცემს ვასახებთ, რაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ და ვთქვათ, რა თქმა უნდა, გვჭირდება. ასევე სხვათა შორის ამ დროს მაყურებლისთვისაც კარგია ეს PowerPoint-ი, იმიტომ რომ თვალხილულადაც თვალითაც ადევნებს და ყურადღებას აქცევს ამ მონაცემებს, სადაც ის მნიშვნელოვანია. შემდეგ უკვე ვწერთ სიტყვას. და აქ უკვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა აუდიტორიის წინაშე გამოვდივართ. მაგალითად, გამოვიყენოთ თუ არა სლენგი, ან ზედმეტად აკადემიური ტერმინოლოგია, თუ ჩვენი აუდიტორია არიან ახალგაზრდები ან ბავშვები, ან პირიქით, თუ ძალიან სამეცნიერო საკითხზე ვსაუბრობთ, ხო სლენგი რამდენად ადეკვატური იქნება. ამისთვის ასევე თუნდაც მარტო ენა არა. შეიძლება ერთ და იგივე თემაზე ისაუბრო და სხვადასხვა რაღაცებზე გაამახვილო ყურადღება. მაგალითად, მე შემოპირთა უფლებებზე შემიძლია საუბარი ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, ან უბრალოდ ჩემი ისტორიები მოვყვე. და ასევე შემიძლია ვილაპარაკო ის, რაც კვლევებიდან ვიცი და რაც სხვებისგან გამიგია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთვის ვლაპარაკობ ამას. და აქ ვწერთ ტექსტს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დრო რამდენი გვაქვს იმისთვის, რომ დავწეროთ ტექსტი. პირობითად 5 წუთიანი სიტყვისთვის დაახლოებით 1 თაბახის გვერდი არის ხოლმე ტექსტის მოცულობა. ყოველ შემთხვევაში მეტი არა, ნაკლები შეიძლება. 10 წუთისთვის თქვათ გვერდნახევარი ან 2 გვერდი და ასე შემდეგ. ყველა სიტყვას, რა თქმა უნდა, ჩვენ ტექსტთან ახლოს არ ვამზადებთ. ესეც ვიცით, მაგალითად დღეს რასაც ვყვები ახლა, რასაც გესაუბრებით, ზეპირად ნამდვილად არ მისწავლია, უბრალოდ გადავხედე პრეზენტაციებს, რა საკითხებს განვიხილავ ხოლმე, აი ესე საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებით. როგორც მე გუშინაც პოსტში დავწერე, მნიშვნელოვანია ავირიდოთ თავიდან კლიშეები, ანუ ფრაზები, რომლებიც არის უკვე ძალიან გაცვეთილი, რომელიც იმდენმა მოხსენებელმა და მოსაუბრემ გამოიყენა, რომ უკვე არანაირ ემოციას არ იწვევს და პირიქით არის განმაღიზიანებელი და რაღაცნაირად უკვე ხელოვნურობას და პათეტიკურობას შესძენს ჩვენს გამოსვლას.
ასევე მაგალითად ძალიან დრო მიაქვს მადლობებს, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, სხვადასხვა ჩამონათვალს. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, კურსდამთავრებულებო, ჩემო თანატოლებო, ჯობია რომ ამ მიმართულათაგან ერთი გამოვიყენოთ, თუ მაინც და მაინც ძალიან ოფიციალურია და აუცილებელია რომ ეს გამოვიყენოთ. თუმცა ეს ადამიანების ყურადღებას უკვე ფანტავს, იმიტომ რომ მოსაწყენი ადამიანი ფიქრობს ნეტარ როდის მორჩება ამ ჩამონათვალს, რომ არსებითზე გადავიდეს. როდესაც ვწერთ ტექსტს, შესაძლოა დაგვჭირდეს მაგალითად სტატისტიკა, რაღაც მონაცემების შედარება, ისტორიის მოყოლა, იუმორი, თუ იუმორის გრძნობა გვაქვს და შეგვიძლია რამე სასაცილო მოუყვეთ და თან ამ დროს თვითონ არ გავიცინოთ, არ ვიტიროთ, ძალიან კარგია და დიდი ბონუსია ჩვენთვის. და იუმორიც სხვათა შორის გამომუშავებადია, თუ გვაქვს მდიდარი სიტყვათა მარაგი, მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილება, პოზიტიური დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრებისადმი, ან ზოგჯერ პირიქით ირონიული გააჩნია. ზოგადად როცა გვაქვს რაღაც ძლიერი გრძნობები, შეგვიძლია ეს ყველაფერი იუმორში გადავიტანოთ. თუმცა ისევ იუმორი ყველა სხვადასხვანაირად ესმის, ძალიან კულტურული მომენტია და ესეც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიცოდეთ ვინ არიან ჩვენი მსმენელები. იციან თუ არა ეს კონტექსტი, რომელზეც ვხუმრობთ, იმიტომ რომ შეიძლება თუ ის არ იცის ადამიანმა რაღაც ფაქტობრივი ცოდნა თუ არა აქვს, უბრალოდ არ გაეცინება და მოსაწყენი გახდება მისთვის დაკარგული ფრაზა და დაკარგული დროა. ასევე ნუ ვიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ საკმარისად გამოცდილები არ ვართ და შესაძლოა ისე ვერ ვილაპარაკოთ, როგორც ამას ჩვენგან მოსაუბრეები ელოდებიან. ესეც არ არის უკვე ძალიან გაცვეთილია და აღარ არის თავმდაბლობის მაჩვენებელი, არამედ არის ზოგჯერ შეიძლება აღიქვან როგორც დროის გაყვანის სტრატეგია, ზოგჯერ შეიძლება ეს აღიქვან როგორც თავის მართლების სტრატეგია, ან საკუთარი თავის დამშვიდების სტრატეგია, რაც ასევე არ არის ლამაზი, ხო? და ამ დროს ჯობია რომ შინაარსი გქონდეს მეტი ტექსტში, იმისთვის რომ ასეთი რაღაცები და სივრცის და დროის ამოვსება არ დაგჭირდეს. გადავიკითხოთ სხვა ადამიანის თვალით ის, რაც დავწერეთ. გასაგებია, რამდენად მოსაწონია, არ არის მოსაწონი, რა ემოციებს იწვევს ჩვენში სხვა ადამიანი რო ვიყოთ, მსმენელის ადგილას რო დავაყენოთ თავი. რა ემოციები გვინდა რომ გამოიწვიოს ჩვენმა ნასაუბრებმა. ძალიან კარგი იქნება თუ გვჯერა იმისი, რაზეც ვსაუბრობთ. ეს ყოველთვის და თუ ჩვენთვის არის მტკივნეული თემა. სხვათა შორის ამას კიდევ მიუბრუნდები და ვიტყვი, რომ საჯარო გამოსვლას აქვს ორმაგი ეფექტი. ანუ ის ჩვენ გვაძლიერებს, როდესაც ვსაუბრობთ იმ თემაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. და ასევე პირიქით, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უკვე რაღაც თემაზე საუბარი, ის მეტნაკლებად უკვე იმდენად მტკივნეული აღარ არის ჩვენთვის და ჩვენ ვართ იმისთვის იმდენად ძლიერები, რომ მასზე ვისაუბროთ. ანუ ორივე მომენტი არის. და ეს ორივე როდესაც არის, აი ეს არის კარგი დრო, რომ ზუსტად იმ საკითხზე ვისაუბროთ. ტექსტს ყოველთვის ჯერ ვწერთ ისე, რომ რისი თქმა გვინდა. და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი დამხმარე ისტორიები, შედარებები, ავიცი, ანეკდოტები, მონაცემები არის იმის გარშემო. რაც შეეხება როგორ ვემზადებით და ვამზადებთ ამ ტექსტს. არის რამდენიმე გზა. ანუ შეგვიძლია თავიდან ბოლომდე პრინციპში ტექსტი არც დავწეროთ, არამედ დავწეროთ რამდენიმე მთავარი საკითხი, რაზეც და რათან მიმდევრობითაც გვინდა რომ ამაზე ვისაუბროთ. და შემდეგ ეს ტვინში დავალაგოთ და გამოვედეთ და ვისაუბროთ. ეს განსაკუთრებით კარგი სტრატეგია, როდესაც დრო არ გვაქვს ძალიან შეზღუდული. ეხლა მაგალითად მე არ მაქვს დრო ძალიან შეზღუდული. 30 წუთს ვილაპარაკებ თუ 31-ს, თუ 35-ს, ან 25-ს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგრამ მაგალითად გაეროში გენასამბლეაზე 5 წუთზე უკვე უბრალოდ მიკროფონს გითიშავდნენ. ანუ გაწყვეტინებენ. შესაბამისად, შენ გინდა რომ იმ დრომდე მოასწრო და დაასრულო შენი სათქმე. ამ შემთხვევაში უკეთესია რომ ტექსტი ვიცოდეთ რაც შეიძლება ტექსტთან ახლოს. ანუ ის რისი თქმაც გვინდა.
იმიტომ რომ დაწერილი სხვათა შორის უფრო ეკონომიურია ყოველთვის, ვიდრე ზეპირად ნათქვამი. ანუ დაწერილს ვამბობ წერთ უფრო შეკუმშულად, ვიდრე როცა ამას ყვებით. მოყოლის დროს ვამატებთ ძალიან ბევრ სხვადასხვა სიტყვას, იქ რაღაცა პაუზებს და ამ ყველაფერში იხარჯება დრო. Behind Georgia 40 alert. Behind Georgia 40 section. www.youtube.com section expanded now. Notification settings button. Cache and close button close. New list Google Chrome 20. რაც შეეხება ტექსტის ზეპირად სწავლა არ სწავლას. ხო, ამას აქვს თავისი ძლიერი და ზუსტი მხარეები. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ეს შეიძლება ერთი სიტყვა დაგავიწყდეს და მე მთელი ტექსტი დაგავიწყდება. ეს არ არის ბუნებრივი და ასე შემდეგ. დიდი პლუსი რაც მოაქვს ტექსტის ზეპირად სწავლას არის, რომ ჩვენ ტექსტს აღარ ვკითხულობთ და ფურცლით არ ვართ. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რა ვიცი, მიმოვიხედოთ და მაყურებელთან უფრო მეტი კონტაქტი გქონდეს. ასევე სხვათა შორის უსინათლო, მე მაგალითად ვხვდები, ადამიანი როდის კითხულობს. ან ზოგჯერ არ კითხულობს, მაგრამ მონოტონურად საუბრობს, რომ მგონია, რომ კითხულობს. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ეს კითხვა არის ძალიან არაბუნებრივი, ასევე. ერთგვარად. და ზეპირად ტექსტის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმაზე კი აღარ ვიფიქროთ, ამის მერე რას ვლაპარაკობ. არამედ ვიფიქროთ ემოციაზე. პაუზას სად ვაკეთებთ, როცა ვლაპარაკობთ. და ძახილის ნიშანს, წერტილს, არ ვიცი, რა ტონით ვამბობთ ამას. ამის სათამაშოდ გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ტექსტი ვიცით, მასში დარწმუნებულები ვართ და ფიქრი აღარ გვჭირდება. მაგრამ, როდესაც ტექსტს სწავლობთ ზეპირად. პირველი, რა თქმა უნდა, ასევე მზადებით მცირე რეგლამენტიანი, ძალიან მკაცრი რეგლამენტი, როდესაც არის დროის თვალსაზრისით და ესეთი მაგალითად კონკურსისთვის, ანუ სადაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გამოსვლის ხელოვნება. უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ვიდრე მარტო შინაარსი. იმიტომ რომ ეხა 10 გვერდს ჩვენ ზეპირად შეიძლება ვერ დავიზეპიროთ ტექსტის 10 გვერდი, როდესაც მოხსენებას ვაკეთებთ. მაგრამ შეგვიძლია დავიზეპიროთ მაგალითად გვერდი ან გვერდნახევარი. ამას როცა ვაკეთებთ, ამას ვიწყებთ, რაც შეიძლება ადრე. არა ერთი დღით ადრე, არამედ 2 კვირიდან 10 დღემდე ვადაში მე ვიტყოდი. იმიტომ რომ ტექსტი უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად, ის უნდა გაგვეცვითოს. და მას სწავლობთ და ვყვებით ყველანაირ ტონალობაში, ანუ ძალიან მონოტონურად, ნელა, სწრაფად, რაღაც შემთხვევითობის პრინციპით ვირჩევთ მონაკვეთს. შემთხვევითობის პრინციპით ვირჩევთ რამე მონაკვეთს ტექსტის და იქიდან ვიწყებთ მოყოლას მაგალითად და საუბარს. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ ტექსტი ვიცოდეთ ზედმიწევნით კარგად და ასევე იმაშიც, რომ რაღაც რო დაგვავიწყდეს უცებ ერთი სიტყვა, რომ შემდეგ ვიცოდეთ საიდან გავაგრძელოთ. ხო, ანუ ხმამაღლა, ხმადაბლა, ჩურჩულით, უემოციოდ, ემოციით, ყველანაირ ტონალობაში ვყვებით და ვაბრუნებთ და ვაუღლებთ. კითხულობთ, ასევე კარგი არის ემოციების დასანახად, როდესაც უკვე ტექსტზე აღარ გვიწევს ფიქრი, ის წინ გვიდევს და ჩვენ მას უბრალოდ ვკითხულობთ და ვარჯიშობთ გამოთქმებში. ყველაზე კარგი ასევე არის, რომ ძალიან თავი არ გადავიღალოთ. იმიტომ რომ წინა ღამეს თუ გავათებთ, შეიძლება ნერვიულობაზე მაგალითად შეგვიწუხდეს გული. ან ვიყოთ ძალიან მონოტონურები, ზედმეტად მონოტონურები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავისვენოთ ასეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გამოსვლის წინ. ნერვიულობა ზოგადად არის საკმაოდ ბუნებრივი, ამას უნდა შევეჩვიოთ და შევეგუოთ. მეტნაკლები სიმშვიდე ზოგადად მოაქვს პრაქტიკას და ასევე ის დამოკიდებულია, რამდენად უსაფრთხოა სივრცე, სადაც ვსაუბრობთ. ეხლა ამაზე მინდა რომ ცოტა ხანი შევჩერდე, რას ნიშნავს უსაფრთხო სივრცე. მაგალითად, პირიქით, ჯერ ვიტყვი რა არ არის უსაფრთხო სივრცე. მაგალითად, როდესაც უყურებთ პოლიტიკურ ток-შოუებს. იქ მოსაუბრე პოლიტიკოსებისთვის ის არ არის უსაფრთხო სივრცე. იმიტომ რომ ნებისმიერ დროს მათი საუბრისას ისინი შეიძლება ვინმე შეაწყვეტინოს.
მათ ვიღაცა მესროლოს მაგალითად წყლის ჭიქა. შეიძლება უყვიროს ვინმემ. უბრალოდ ეცადოს მათი ხმის გადაფარვას. დაიწყოს მათთან სინქრონში საუბარი და მათი სიტყვების უკუღმა ან სხვანაირად ინტერპრეტაცია. ანუ ეს არის მოულოდნელობებით ახსავსე სტრესული გარემო. იგივე მაგალითად საპროტესტო აქცია. იქ ადამიანები, როდესაც ჩვენ მივდივართ მიკროფონთან, ყველა ავტომატურად არ ირინდება. იმიტომ რომ ხალხი მიდის, მოდის, ვიღაცა თავისი დაქალი კლასელი ვიღაცა დაინახა, იქ ვიღაცას მიესალმა. ვიღაცას ჩვენ ვძულვართ და უბრალოდ მოინდომა რომ არ ვიცი, დაგვისტვინოს, მობეზდათ ჩვენი მოსმენა და სხვა, ხო? ასევე მნიშვნელოვანია მაგ დროს, რომ არ ვიცით ზუსტად რამდენი ხანი უნდა ვილაპარაკოთ. თითქოს მკაცრი რეგლამენტი არ გვაქვს მოცემული, მაგრამ რაღაც მხრივ ხედავთ, რომ ნახევარი საათი რო ვილაპარაკეთ, უკვე ხალხი იშლება, იმიტომ რომ დაიღალნენ ჩვენი მოსმენით. ამ დროს ეგ არის არაუსაფრთხო სივრცე. უსაფრთხო სივრცე არის მაგალითად, როდესაც ჩვენ რაღაც კონფერენციაზე შეგვპირდნენ 10 დღით ადრე, გაგვაფრთხილეს ან 2 კვირით, მომზადებლად გქონდა დრო, გითხრეს რომ დროში ძალიან შეზღუდული არ ხარ, დგა ხარ საუბრობ, ყველა არის გაჩუმებული, კი შეიძლება ვიღაცა ტელეფონში იყურება, შეიძლება ვიღაცა, მაგრამ არავინ არ გლანძღავს, შეურაცხყოფას არავინ არ გაყენებს. ყველა იცის, ყველა მიცის, რომ წყნარად და წესიათ უნდა იჯდეს. და შემდეგ როდესაც ამთავრებთ, ტაშს გიკრავენ, კითხვებს გისვამენ, იმიტომ რომ იციან, რომ უნდა დასვან კითხვები, სულ რო არაფერი ეკითხებოდეთ და 100 წელი რო არ აინტერესებდეთ რა თქვით, მაინც. აი ეს არის უსაფრთხო სივრცე მეტნაკლებად. ხო, ასევე არაუსაფრთხოა, როდესაც მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ კი შეიძლება ყველა გვისმენს წყნარად და ჩუმად, მაგრამ დღის ბოლოს 10 კონკურსანტიდან მაგალითად ირჩევენ ერთს. ანუ ვიცით, რომ შეფასება მოდის და ზუსტად იმ დროს, როდესაც ან დრო მიდის და შეიძლება გაგვაწყვეტინონ. ან იმის გამოსაც ჩვენ ვამბობთ, შესაძლოა, რა ვიცი, რაღაც სერიოზული პასუხისგებლობა დაგვეკისრონ და მოგვკითხონ. შესაბამისად, ის თუ რამდენად სტრესულია იქნება გარემო და რამდენად სტრესულ გარემოში და უსაფრთხიან სივრცეში ჩვენ შეგვიძლია გამოსვლა, დამოკიდებულია ჩვენს გამოცდილებაზე. შეიძლება პირველი, რასაც ცხოვრებაში გავაკეთებთ, ვერ იყოს პირდაპირ ასეთ სატელევიზიო დებატებში მოხვედრა. ეს შეიძლება არ იყოს ჩვენი საჯარო გამოსვლის დებიუტი. ის იყოს სადმე სხვაგან უფრო უსაფრთხო სივრცეში, სადაც დროს გვაძლევენ სასაუბროთ და არ გვაწყვეტინებენ მაგალითად. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა დავიწყოთ რაღაც უფრო მარტივით, შედარებით უფრო მარტივით. რაც შეეხება ნერვიულობას, ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის ბუნებრივი. ყველა ადამიანი ნერვიულობს, როდესაც სხვათა წინაშე გამოდის, იმიტომ რომ ეს ინსტინქტების დონეზე რაღაცნაირად არის ჩვენში. იმიტომ რომ ერთგვარად, როდესაც ჩვენ ვდგავართ მაყურებლის წინაშე, ჩვენ თითქოს ვუპირისპირდებით. ანუ გამოვდივართ ერთი რამდენიმეს წინააღმდეგ. ეს ძალიან ძველი ინსტინქტია, რომელსაც ასე მარტივად ვერ ვძლებთ და უბრალოდ, როდესაც ამას ვაღიარებთ, ნაკლებს ვინერვიულებთ გაცილებით. ასევე უნდა ვიცოდეთ, მაგალითად, რა გამოვლინებები აქვს ჩვენ ნერვიულობას და ვეცადოთ ისინი ვმართოთ. თუ ვიცით, რომ სახეზე ვწითლდებით და არ გვინდა, რომ ყველამ დაინახოს, მაგალითად, რომ ვწითლდებით, შეიძლება წავისვოთ ტონალური. ან მე მაგალითად ერთხელ იმდენად ვინერვიულე, რომ კისერთან გამომივიდა ვენა წითელი. თუ ვიცით, რომ ესეთი რაღაცა გვემართება, შეგვიძლია რამე ისეთი მაღალსაყელოიანი ჩავიცოთ, რომ ეს არ ჩანდეს. იმდენად. ზოგადად პროფესიონალს შეუძლია ნერვიულობა გადაიტანოს ემოციაში. ანუ ის, რომ მისი სიტყვა და საუბარი არ იყოს ჩამოძინებული. და ჩვენც უნდა ვეცადოთ ამას. ძალიან კარგია, რომ დავლიოთ წყალი, იმიტომ რომ წყალი ასტაბილურებს გულის ცემას და გულის ცემა ჩვენ სუნთქვას და რა თქმა უნდა, სუნთქვა და გული თუ გვაქვს აჩქარებული,
ეს დაეთყობა ჩვენი საუბრის ტონს, შეიძლება ვისაუბროთ სწრაფად, რაღაც ესე და უკანასკნელ მოსუნთქვამდე და ყველა უფრო იგრძნობს ხალხი, რომ ჩვენ ნერვიულობთ. ну რაც შეეხება რაღაცების ხელში დაჭერას, როგორც მე ვთქვი, წინასწარო გვეცოდინება როგორ და რანაირად შეგვეძლება რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ. კარგია რომ მოხვიდეთ ცოტა ადრე გამოსვლის დაწყებამდე, იმისთვის რომ დრო გქონდეთ რომ აუდიტორიაში შეხვიდეთ, დაჯდეთ, შეხედოთ სცენას, შეხედოთ სხვა გამომსვლელებს. როდესაც უკვე გამოსვლას იწყებთ, ჯობია რომ რამდენიმე წამიანი პაუზა აიღოთ. ჯერ ერთი იმიტომ რომ ნერვიულობაზე თუნდაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის დროს სცენამდე შეიძლება გული აგვიჩქარდეს და გულამომჯდარმა არ გვინდა რომ დავიწყოთ ლაპარაკი. და ეს დრო გამოვიყენოთ რაღაც ამოსუნთქვისთვის. ასევე იმისთვის რომ მსმენელი მაყურებელი დამშვიდდეს. არის ხოლმე რაღაც ჩოჩქოლი ამ დროს გადალაპარაკება, შეიძლება წინა მოსაუბრის მიერ ნათქვამს განიხილავდნენ ადამიანები. ყოველივე ამის კვალობაზე ჯობია რომ დაველოდოთ როდის დამშვიდდება აუდიტორია. თან ყველა დამშვიდდება რაღაც ეტაპზე, იმიტომ რომ დააინტერესებთ კი მაგრამ რამდენი ხანი რატო ჩუმად დგახართ და ბოლოს ყოველას ყურადღება იქნება თქვენკენ. პრინციპში ეს მინდოდა მეთქვა და ყველაზე მთავარი ალბათ რაც უკვე სიტყვის გამოსვლის შემდეგ გვინდა, იმისთვის რომ ვისწავლოთ, რომ დავინახოთ შეცდომები, კარგი იქნება რომ ჩავწეროთ ხოლმე ჩვენი გამოსვლები და მოვუსმინოთ შემდეგ. და დავფიქრეთ ჩვენზე რა შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენივე საუბარი. და ონლაინ სიტყვით გამოსვლაზეც დავამატებ, რადგანაც ახლა ესეთი დროა, რომ ყველანი რაღაც ონლაინ ვსაუბრობთ. ესეც ერთ-ერთი უსაფრთხო სივრცეა მეტნაკლებად. ადამიანი ესე ფიქრობს, იმიტომ რომ ის ზის არა მაყურებლის წინაშე, არამედ ეკრანის. ანუ როგორც მე ვთქვი უკვე, რამდენჯერმე ვახსენე, ადამიანებს ჯერ კიდევ მართავს რაღაც ცხოველური ინსტინქტები. ცხოველური ინსტინქტი არის, რომ საფრთხე არის, როდესაც შენ გვერდით არის იმყოფება სხვა სხეული, ხო, სხვა ცოცხალი არსება. და როდესაც ჩვენ გვერდით ესეთი ცოცხალი არსება არ იმყოფება და იმყოფება მხოლოდ ეკრანი, ჩვენ თავს გვგრძნობთ უფრო მოდუნებულად, შედარებით. ამიტომ შეგვიძლია დავიწყოთ მაგალითად ჩვენი საჯაროდ გამოსვლის ვარჯიში, თუნდაც ვიდეოების გაკეთებით. თუმცა აქ მეორე მომენტია, რომ ხანდახან ადამიანები იმდენად ვერ აღიქვამენ, რომ ისინი რეალურად საჯაროდ საუბრობენ, რომ პიჟამოში იწყებენ ამ საუბარს და ასე შემდეგ. ან მნიშვნელოვანია, რომ გარემოსაც მაინც მივაქციოთ ყურადღება, რომ ის იყოს იმის შესაფერისი, რა თემაზეც ვსაუბრობთ. ეს მინდოდა პრინციპში რომ მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის, რომ ისმენდით და ველოდებით თქვენს კითხვებს და ასევე გამოცდილებებს, ვინ როგორ ემზადებით გამოსვლებისთვის, ვინ როგორ უმკლავდებით ნერვიულობას და ასე შემდეგ. როგორღაც გამოვშთოთ ეს. ცალი ჯგუფი Laura. Heading live to a user document. Go live settings, navigation, landmark, and live video button.